ახალ კონტინენტზე, ხო? პირველად. ხო, სხვა კონტინენტზე არ ყოფილა მართლა. ხო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა ფრენამ დააგვიანა, მე მაინც ძალიან კარგ ხასიათზე ვარ, იმიტომ რომ მივემგზავრებით მაროკოში, ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანში, რომელშიც წასვლა ძალიან მინდოდა. განთხოვს, რომ დავაფიქსირო, რომ ჩემ ჩანთასა თვითონ ატარებს ხოლმე და ლოჯისტიკის სამსახური მოწოდების დონე. კიდე თმები შეიჭრა და ჭკუაზე არ არის დღეს იპოვა ნორმალური პარიკმახერი. ნახე რა მეცოცხლე გავიგეთ. ვინ ხარ? ტრაფიკინგის მსხვერპლი ვარ. ბევრი იყოს ესეთი მსხვერპლი. ერთ დღესაც ადგა თქვენი მონამორჩილი ამ არხის ავტორი და თქვა რომ ყველაზე ახლოს ერთ-ერთი ეგზოტიკური ქვეყანა არის მაროკო და წავედით მაროკოში. ხოთ შორის ვიზა აქვს ძალიან გამარტივებული იმ შემთხვევაში თუ ხარ ესპანეთის რეზიდენტი. სხვა შემთხვევაში მაროკოს ვიზის აღება ძალიან რთულია და უნდა რაღაცა ძალიან დიდი პროცედურები. ამიტომ ვისარგებლე ამ სიტუაციით და ონლაინ ვიზა ავიღე ძალიან მარტივად. Welcome Maroko aeroporti ხესი. Hemo. ხო, გადავირიე, მაგრამ 50 წუთი მოუფრინავდით და ისიც დიდი ბოდიშები მოგვიხადეს, რომ დავაგვიანეთო. 50 წუთი აი ჯერ აფრენილი არ ხარ უკვე რომ დაფრინდე და ისეთი მაგარია, საერთოდ რო არიხლები გზაში. ასეთი ლამაზი მოზაიკებით მოპირკეთებული აეროპორტი გვაქვს. ნახეთ როგორი ლამაზი პატარა აეროპორტი აქვს. ეს. აჰა. Hello, it's hi. Yes. Awedit. თემომეტი დიდი მანქანა ვერ მოგვიყვანა ეს. Wow, we can take more people. Thank you. Nobody come with us. Thank you. Okay, ეს 15 წუთი და მივალთ მოკლედ სასტუმრომდე. კი. გადავიღე. ძალიან ვიწრო ქუჩებია უბრალოდ შეხედეთ. შეხედეთ ფანჯრები როგორ უყურებს ერთმანეთს. მოკლედ ხა ეს ჩვენი პირველი შთაბეჭდილებებია. ქალაქ ფერში აეროპორტიდან დაახლოებით 40 წუთი ვიარეთ რომ ავსულიყავით სასტუმრომდე და აუ ნახე როგორი ვიწროა. უყურე. როგორი ვიწროა. მოკლედ აქ ძალიან დაბალი გასასვლელია, უნდა თავი დახარო რომ შემოხვიდე, მე არა. აღარ მე არა, მაღალი ვინც არის ეს. Okay. თემაქუდა მოაღწია მერე. Okay. მიდიავა. Okay. ვაიმე, და კარგი. Hello. ჩვენ სასტუმრო. Wow. Wow, რომ სიმაღლეა. აუ, თემურანაირია. ყველაფერი რომ მოზაიკაში უბრალოდ შეხედეთ როგორი სილამაზებია. აი ესეთი შოუ გვაქვს თან, აი. ძალიან საყვარელი რეცეპშენის ბიჭია. შენ გააკეთე? იცოდე თემ უნდა გადაგიღო? Okay, მინდი. თან მაღლა უნდა აწიო, ეგრე ხო, ეგრე.
თან დააგემოვნე რა. ყოველთვის მე აი ეს კაციც როგორ ასხავს. სადაც ლაპარაკობთ ყველაფერი მოზაიკაშია, ყველაფერი ძალიან ლამაზია. დღის შუქს ალბათ იქიდან განათება შემოვა, აი მაღლა რო ხედავთ და უფრო სხვანაირად შევძლებ ამ ყველაფრის აღქმას. საკმაოდ საინტერესოა, ესე იგი ამას ეძახიან რიადს. რა. თემა რა არის სუხარიკები? აჰა, და წავედით მე. პატარა ექსკურსიას გვიტარებს ახლა რეცეპშენის პატარა ბიჭუნა, რომელიც გვიხსნის რომელი ადგილები უნდა ვნახოთ, რომ დავათვალიეროთ ეს ლამაზი ქალაქი. სანამ აგურებ და დავურებ, მინდა განახოთ ოთახი, ჩვენი პირველი ოთახი, სადაც გავჩერდებით, ეს არის საოჯახო ტიპის სასტუმრო. აი ესეთი ძალიან საყვარელი პატარა მოცუცქნული ოთახია, აქ არის პატარა ფანჯარა. ეხლავე აი განახებ ხო აი? ანუ ვინმე მაღალი თუ ხარ, ყველა ვარიანტი თავი უნდა დახარო, ხო და შემოხვიდე. აქ არის მე ესეთი ისევ რა თქმა უნდა, ტიპიური მოზაიკა, ყველაფერი მოზაიკაშია ესე გაწყობილი, იქით საშხაპე. ხო, კონთ ესენი არიან, როგორც აგვიხსნეს, ხელით ნაკეთი handmade-ები. აი ეს ცალ-ცალკე არ ყოფილი გაკეთებული. ელემენტარული რაღაც თავისი ტრადიციული დეკორებით უნდა სტუმბო, თაროები, მოკლედ რავი, ძალიან მომწონს საკაურობა. ეხლა გავიქეცით გარეთ. ასე გამოიყურება ტრადიციული მაროკოული საჭმელი. აი ესე მოგვიტანეს, ესე კი ეს არის ჩემი თებში, კუსკუსი, ბოსტნეული და აქ არის თემოს თებში. კეცი, რომელიც შუშხუნავს, ესე იგი ცხელი კეცია, ესე იგი ბოსტნეულებით, ზეთის ხილით, აქ გვაქვს მერე პური, საწებელა, ეს რაღაცა არ ვიცი რა, ძალიან სქელი მასა, ვითომ კოქტეილი მოგვიტანეს. ესეც აი ეს. ესეც თემურიკა. აი ესეთ რაღაცა მოგვიტანეს მოკლედ რა. ცენტრალური ქუჩიდან შემოვუყვია, იმიტომ რომ დავინახე ძალიან ვიწრო ქუჩა. აქ კიდე რაღაც შესასვლელია. კამერა უყენია აქ კარებთან. მართო, როგორი ძალიან ვიწროა. მარტო, რა ვიცი, ალბათ ორი ადამიანი ძლივს ჩაულის ერთმანეთს გვერდს. გრძელდება კიდე. შინია. გამია. აიმე აქ რაღაცა კარებია. წავედი უკან. აქ ხალხი ცხოვრობს, ფანჯარა გამოდის. აქაც ცხოვრობენ, ფანჯარა არის. ეს ბავშვი კარად გასაჯეს. კარებთან დააყუდეს. ხოდა ესე იგი ქუჩები ხო დაინახეთ თვითონ როგორი სივიწროვია რა, ეხლა მედინაში ვარ, ძველ ქალაქში ვარ გაიგე და ეს ვიწრო ქუჩები არაფერი არა, მსგავსი სხვაგან მობილური ამოიღე რომ გაანათო ისე ქუჩა. სხვაგან ასე დავინახოთ. ხო, უბრალოდ შეხედეთ როგორი დაბალი შესასვლელია. ეს არის, ანუ ესე იგი არ არის ხა ეს ცენტრალური ქუჩა, მაგრამ ჩვეულებრივ ტურისტული ქუჩა. და აი ესე შედიხარ უკვე თვითონ საცხოვრებელ ბინებში, სახლებში. ხო. შესახვევში ცხოვრობს ერთი ოჯახი. კი. დარწმუნებული ვარ, რომ გარშემო ფანჯრებიც კი არ აქვს, მაგრამ ჩაკეტილი ეს. მოდი. უყურეთ როგორი ვიწრო შესასვლელი ქუჩებია. კი ბატონო, აქ სოჭკები აყენია, მრიცხველები უკაცრავად. ახლა იქ შედიეთ გადაიღება, თუ შეძლებ. არა, უნდა გამინათო. ხალხმა აღქმა რო შეძლო, შენ თვითონ უნდა შეხვიდე, რომ ხრებზე დაინახოს ხალხმა, აი ნახე, შეხედეთ, ერთი კაცი გაეტევა, ფაქტიურად მეორე ადამიანი ვერ შევა.
აი კიდე სახლი, ნუ შესასვლელი კარები. მაღლა ხედავ ჭერს? ხო. ანუ მე ვერ ხვდები აქ ავეჯი როგორ უნდა შეიტანო. კი ბატონო. მოდი. და კაი. აქ შევდივარ. ხო. ბინა 29. კი ბატონო 1 2 აი აქ მესამე, მეოთხე კარები კიდე. აჰა. ვაუ. შოკი. მართლა შოკი მაქვს. ეს კი მქონდა წაკითხო. მოდი რა პრინციპია აბა. გაგიგე მოდი. ჰაერი. რა პრინციპია შეხვი. ოღონდ მაღლა ჰაერია უკვე. შეხედეზე სულ ჰაერია და ეს ის რასაკეთებს? ვენტილაცია. ცხელი ჰაერი ადის მაღლა და ტრიალებს რა. ესმის აუცილებლად ქუჩიდან შემოაქცივი ჰაერი. ცხელი ჰაერი მაღლა ადის და სულ ის არის გამჭვირვალე ხარია აი აქ. და შაბამისით სახლებში. მოკლედ ესენი ყველაფერი მქონდა. მე ხვდები როგორ გაგონილი, მაგრამ რეალურად არ მეჯერა. სანამ ახლა ესე თვითონ ჩემი თვალით არ ვნახე ეს ყველაფერი. გავედით ახლა ისევ ქუჩისკენ. აი ეს არის ჩვეულებრივ ფანჯრები, რომლებიც გამოდის. აი ქარში გავა. ხო რა. აი აქ. ეგ ის არის აი სულ კაი. კი ბატონო. და აი მთელი აი გვირაბებში დგას ქარი. ასე ხარ ანუ ჩახუთული არ იქნება ეს ყოველთვის ხელი ხარი და ის პლაზმექია სულ. აუ აი აქ კომუნალური ამბები იქნება. კომუნალური ამბები რას ქვია? აი იტალიური ეზოს ამბები. აა. ხო, მაგრამ ყველა ეგრე შედის, ესე იგი ქუჩიდან სახლის შესასვლელი პატარა დაბალი გვირაბებია. აი აქ არის. ხო. კანალიზაცია მოსაშია. როგორი ფრენდლი ხალხია და ძალიან მეგვიეს. უფრო აგრესიულად მეგონი. ხო. უცებ-უცებ შევჭყიდები, საცხოვრებელი სახლია, უბრალოდ მინდა განახოთ როგორი მაღალი კიბეები აქვს. აი. აქაც ისევ ეს მოზაიკა. წამოყევი მოდი. ისე ვიპოვეთ პატარა და ვიწრო შესახვევი და უცებ-უცებ შემოვცანცულდი ისე. დავათვალიერებ თქვენთან ერთად. ვაუ, მე მგონი აშკარად. ვაუ, სახლებში შევდივარ. ლა. ნახეთ როგორი შესასვლელი ბინის კარებებია და როგორი დაბალია, თემო. ვაუ. წავედით. ეს ქუჩა ძალიან ლამაზია. ვაუ. ვაუ. ვაი, მე მართლა სახლებია აქ. და ხალხი ჩურჩულებს, იმიტომ რომ აშკარად გვიანია. და ხალხს ძინავს, ეხლა მე შევეცდები შიგნით შეგახედოთ. ой, არა. ვაი, მე წავედით უკან. თემო ბოლოში გავედით უკვე ჩვენ. ისო, საკმაოდ ბევრი ბინაა. ხო. აი, კაიქით აღარ არის იქით უკვე კარი. ანუ უმეტესობა ეს კარები ღია აქ, იმიტომ რომ ცხელად. აი, შეხედეთ. ხო და ცხელად, მართალია მაღლა ღია, მაგრამ ჰაერი მაინც არც ისე მოძრაობს. ესე იგი თუ ვინმე კორიდორულ სისტემაში ცხოვრობს, აი? კაი. ხო. თუ ვინმე კორიდორულ სისტემაში ცხოვრობს, მინდა გითხრათ, რომ ყველა 64-ში ხართ ამასთან შედარებით. დაახლოებით 100 მეტრა მოვდივართ და სუსახლებია დაახლოებით. მოიცა გამიშვი იქნებ შევიჭყიდე რომელიმეს კარებში. ძალიან მეუხერხულება, მაგრამ თუ მოვახერხე, შეგახედებ ჩიგნი. ცოტა ნელა ვივლი. ნახეთ ახლა მაღლა. ფიცარი. გაიწავდით. როგორ ცხოვრებიანი კარები აქვს, მაინც როდაცულად იქცნას თავი. ეგ ისე. სანდი? აი.
ნახავთ, ჩვეულებრივად ტიპიური, ძალიან მაღალი. ხო, ძალიან მაღალი კიბეები, უბრალოდ შეხედეთ, როგორ მაღალი კიბეებია და წინ რავთ, დივანი, იქით ბავშვს იატაკზე. აქაც, აი აქაც როგორი ვიწრო და მაღალი კიბეებია. სამაგეროდ ყველა სახლი არის 2-3 სართულის ზემოთაა. მოიცადე, აი ქונה დავანახო ეს მაინც. და გამოходი უცებ ასე თუ ისე ცენტრალურ ქუჩაზე. საკმაოდ სუფთა ქუჩებია, იმის ყვალობაზე კი, რომ ჩვენ ველოდებოდით, რომ ძალიან სიბინძური იქნებოდა, ყველგან ყველაფერი დაყრილი იქნებოდა, ასე არ არის. ახაც კი საღამოა და თქვენ თვითონაც ძალიან კარგად ხედავთ, რომ ქუჩები ასე თუ ისე სუფთაა. აშკარად შიდა ქუჩებზე შემოვედით, სადაც ახლა მაგათ უკვე ღამის რუტინა ახლა აქ ბავშვები თამაშობენ. აუ აქ დღე უნდა შემოვიდეთ აშკარად. ყველა ლაპარაკობს ფრანგულად. თემ რატო დაყვებიან ესენი უკან? ეგენი. აი საით. აქეთ? საით. ნახეთ აქ როგორი ლურჯი ქუჩებია. ცისფრად არის შეგებილი ყველაფერი. ხო ესეთი რაღაცა გვასწავლა სასტუმროს რეცეპშენმა, რომ აი ესეთი 6 კუთხედი ფიგურები შეგვხვდება და ნიშნავს, რომ აი ეს ქუჩა არის ჩაკეტილი. თუ გაიცანით, ვინც არ იცნობთ, ეს არის თემა, რომელიც ყოველთვის ჭამს ყველაფერს ქუჩაში, რაც კი შეიძლება იჭმეოდეს. ინდოეთის ვიდეოები გაიხსენეთ და მიხვდებით, რაზე ვსაუბრობ. აბა მედი რა არის? რა არის? ლეჩ. აბა. რა? სუსაჭმელია. რამდენი ტკბილეული აღმერთო ჩემო. თებია, გორებია ტკბილეულების. სადღაც აი მგორაში ჩაფლულია მე ერთი ბიჭი, რომელიც ამ სასოსნავებს ყიდის. ყველაფერი ძალიან ტკბილია, ყველაფერი თაფლიანია. Like this with finish. Yes. This is the corner. Yes. Yeah. And then the star. And Yes. You can put in the corner. Pero ese passamento es ეს ის უნაბებია ჩინეთში რა იყო ხელის გულზე რო ვიდევდი არ მეტეოდა. ამისი ჩირები ხო ჩამოვიტანე. ესე იგი ეს ალადინის ფეხსაცმელებია? Try, no problem. Try? Temo, try please, Temo. It's for men? Or Sometimes men. Temo, try it smell like finja. ადრე რო ხონა ხოლმე გახსოვს ბაბუებს და პაპებს რო ხონა ხოლმე შენახული ძალიან სერიოზული ჩანჩა. ესე იგი ძალიან ბევრი კატები არიან ქალაქ ფეზში. ძაღლი არ მინახავს სხვათა შორის, მაგრამ კატები ძალიან ბევრია, ყველგან კატებია.
ათაც ესენი მეგობრებიან, იმიტომ რომ ესენი ვირთხებს ჭამენ და კიდე ვირთხა. გასაოცარ ბევრი იქნება. მეგობრული კაფეა. ჩვენსავით დაბუდიალოს ყველა. სხვათა საკმაოდ ბევრი ტურისტია. შემოსახვევი. იზო შემოსახვევი ვიყავით, მოკლედ ძალიან მომეწონა რაღაცა ლამანძა დანათებდა. აწერია რომ მე მგონი კაფე ბარია იქ. რავი, წავალ ნახავ. ისე ვიწრო ქუჩები, ой, არა აშკარად არა, მაგრამ ისევ შეგიძლიათ ნახოთ აქ ბინები, ისევ შესასვლელი კარი, ფანჯარა, მაღლა ისევ ღია სივრცე, საჩანს, აქეთ არ ვიცი რა ხდება. კი, კაფე ყოფილა. აღარ მინდა. Hi. Hi. With me. Show me. That's the Medelsa 14th century. Okay. This is the mosque on the inside. Okay, tomorrow. Tomorrow you come back my shop. Okay, thank you. Bye. Hello. შენ გონია რომ აქ კამერები არ ყენია, მაგრამ ისე ტექნიკურად, ისე ჩუმად აყენია კამერები, რომ შენ ვერც წარმოიდგენ. აი აქ უნდა შევიდეთ. აი აქ მარცხნივ. არა, აქ არა. აქ უნდა შევიდეთ. რაღაცა მომენტში დავიჭირე, просто დავიმახსევრე ერთი ადგილი, თორე ჩემი აქ მოსulis შანსი იყო 0. ოღონდ სერიოზულად შენ გარდა, შენ გარეშე. აი ეს რა გვაქვს, კაფე გვაქვს, ბარი გვაქვს. აქ შამპუნები იყიდება, თემო ერთ შამპუნი მიყიდე. მოკლედ ყიდულობთ პატარა შამპუნს. აი ეს პატარა მაღაზიებია. ხო, თითქმის შამპუნს ყიდულობთ, იმიტომ რომ გესტჰაუსში ერთ-ერთი კარგი ხარისხის შამპუნია და მოკლედ იმით დაბანას აზრი არ აქვს. რამდენი ყივს თემო ძალიან მაინტერესებს. ევრო ნახევარი. რა close და კაკონი დაზარო. Dindon, which one? Oh my god. Cow. For this one. Yes, it's for this one. Okay. Mikey work here. Yeah.